ირანი აუცილებლად მოატყუებს დონალდ ტრამპს ბირთვული პროგრამის შეთანხმებაზე და ფარულად ჩაუგდებს ამერიკის პრეზიდენტს. ეს უბრალოდ ამერიკის პრეზიდენტის ჰეითერების სიტყვები არ არის. არა, ეს არის შეერთებული შტატების მთავარი დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯონ რედკლიფმა ეჭვი გამოთქვა, რომ ირანი საერთოდ დაიცავს ბირთვული პროგრამის შეთანხმებას. და ამაზე ანგარიში წარუდგინა დონალდ ტრამპს. თავისი სიტყვები დაზვერვის მონაცემებით გაამყარა, რომ ირანელები უკვე ამჟამად ამზადებენ ნიადაგს შეთანხმებების ფარულად ჩაშლისთვის. ფორმულირება, რომელიც რედკლიფმა გამოიყენა აშშ-ის პრეზიდენტთან და მაღალი თანამდებობის პირებთან საუბარში. პირდაპირ უძირს უთხრის მთელი ამ ამერიკულ-ირანული შეთანხმების საფუძველს. ის თუ როგორ განიხილავდნენ ირანელი ჩინოვნიკები შეთანხმებას ერთმანეთში, საერთოდ არ შეესაბამებოდა იმას, რასაც ისინი შუამავლებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეუბნებოდნენ. და დასკვნა, რომლის გამოც ბოდიში თეთრ სახლში სისხლი უნდა გაერღინოთ, ასე ჟღერს. აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ირანის განზრახვა არ შეესაბამება მის ვალდებულებებს შეთანხმების პირობების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ საუკუნის გარიგება შეიძლება უზარმაზარ მარცხად იქცეს. და ამის შესახებ ტრამპს უკვე ამერიკის დაზვერვა აფრთხილებს. მაგრამ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივიღოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და ლაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯონ რედკლიფმა მოულოდნელად შოკში ჩააგდო საზოგადოება, აღიარებით, რომ ამერიკულ დაზვერვას უკვე აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი არ აპირებს შეასრულოს ტრამპთან ხელმოწერილი არც ერთი შეთანხმება. თეირანში საიდუმლოდ განიხილავენ, როგორ მოატყუონ ტრამპი, მაგრამ ჯერ ცდილობენ მაქსიმალურად მეტი დათმობა და ფული გამოართონ მას. რედკლიფმა განაცხადა, რომ მელანი ჯერ კიდევ არ შეშობია, ხოლო აშშ-ის საკუთარი დაზვერვა უკვე აფრთხილებს. თქვენ გატყუებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფონზე ტრამპმა გამართა გამარჯვების სალუტი, გამარჯვების პაპის პარადი და ასე შემდეგ. კვირა საღამოს მან პათოსით და საზეიმოდ გამოაცხადა ომის დასრულება. ტრამპმა განაცხადა, რომ მან სანქციონირა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა. გაიარა გადაწყვეტილება, რომ არანაირი გადასახადი არ დაეკისრებოდათ გამლოლ გემებს და ბრძანა ამერიკული საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნა. და როგორც გამარჯვებით განაცხადა ტრამპმა, ციტატა, მსოფლიოს ყველა გემმა ძრავები დაქოქოს, ნავთობი მდინარესავით უნდა მოედინებოდეს. მოგვიანებით მან დეტალები დააზუსტა. დააზუსტა კალენდართან დაკავშირებითაც, როდის მოხდება ეს ყველაფერი. ამბობს მემორანდუმს საკმაოდ მალე გამოაქვეყნებენ. დღეს მან დაფიდა, რომ მალე მთელ ტექსტსაც გამოაქვეყნებენ. ამბობს, რომ ის უკვე ხელმოწერილია, ხოლო არმუზის სრუტე სრულად გაიხსნება. არა, დღეს არა, რა თქმა უნდა. არამედ პარასკევს 19 ივნისს და მასზე გავლა ფასიანი აღარ იქნება. თუმცა ირანელები ამბობენ, რომ გადასახადი დარჩება. ოფიციალურ ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში ჟენევაში გაიმართება, პაკისტანის შუამავლობით. მოდით ვცადოთ მაქსიმალურად რამდენადაც ეს შესაძლებელია, ობიექტურად შევხედოთ, ვინ აღნიშნავს რეალურად გამარჯვებას. და საერთოდ არიან თუ არა ახლა გამარჯვებულები ამ ომში. რადგან თეირანი ზუსტად იმავე დოკუმენტს საკუთარად წარმოადგენს, თანაც უპირობთ. და რაც უარესია ვაშინგტონისთვის, ამას დამაჯერებლად აკეთებს. ანუ ორივე მხარემ განაცხადა, რომ გამარჯვებულები არიან, მაგრამ ერთ ომში ორი გამარჯვებული ვერ იქნება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კაზემ გარიბაბადიმ განაცხადა. გამოცხადდა ომის მუდმივი და დაუყოვნებელი შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანშიც. სახელმწიფო სააგენტო მეჰრი კიდევ უფრო მკაცრად აფორმულებს მოწინააღმდეგის კაპიტულაციის ტერმინებით. ციტატა. ირანის სიმტკიცისა და გამძაფრებული წინააღმდეგობის წყალობით ირანის ხალხის. ამერიკა იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება თავისი ჯარების ყველა ფრონტიდან, მათ შორის ლიბანიდან, გაყვანის შესახებ. ირანის პარლამენტის სპიკერმა გალიბაუმა, რომელმაც შეთანხმების ვირტუალურ ვერსიას მოაწერა ხელი, ეს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად დაასახელა. და მთავარი დეტალი, რომელიც მთლიანად აჩვენებს დათმობების რეალურ ბალანსს, ირანული სააგენტო ფარსის ინფორმაციით, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით, ისრაელის ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ირანმა გააუქმა მოლაპარაკებები. ეს კვირას მოხდა და მზად იყო ისრაელზე საპასუხო დარტყმა მიეყენებინა. მაგრამ ტრამპის ბოლოწუთის დათმობებმა, ლიბანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებამ, ისრაელის ჯარების გაყვანამ და ბლოკადის მოხსნამ, თეირანი დაარწმუნა, რომ ეს არ გაეკეთებინა, ანუ არ დაერტყა ისრაელისთვის. აქ კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას. ეს არ იყო ის, რომ აშშ-მ დააწვა ირანს. ეს ირანმა წაუყენა ულტიმატუმი და ესკალაციით დაემუქრა. და ამერიკის პრეზიდენტმა დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა, რათა ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაბრუნებოდა.
ვინ აკენებდა აქ პირობებს? ჩნდება კითხვა. შეგასცენებთ კვირას, ტრამპი უკვე ყველდან ამბობდა, აი ჩვენ უკვე თითქმის მოვაწერთ ხელწერა შეთანხმებას, აი ეხლავე მოვაწერთ ხელს. და ამ დროს ისრაელმა ლიბანი დაარტყა. ამის შემდეგ ტრამპი გაბრაზდა, უიროდა, როგორ შეიძლება ასე. ხელშეკრულების ხელმოწერამდე 1 საათით ადრე ისრაელი ლიბანს უტევს და ასე შემდეგ. მერე საკმაოდ მკაცრად დაიწყო ზეწოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე. და აი ამის შემდეგ ირანი ამბობს, ჩვენ გავდივართ. და ტრამპი ამბობს, არა, რას აკეთებთ? არა, მოდით ხელი მოვაწეროთ. მე იუბილე მაქვს 80 წელი და მინდა იუბილეზე საჩუქარი, ხელშეკრულების ხელმოწერა. და როგორ ფიქრობთ, ირანმა შეძლო ამ სიტუაციაში რაიმე დათმობების მიღწევა? როგორ ჩანს? კი. მაგრამ აქ კითხვა ჩნდება, რას აბრუნებს ირანი სანაცვლოდ? და რეალურად თითქმის არაფერს მატერიალურს, მემორანდუმის პირობების აღწერით, რაც ჯერ საბოლოო შეთანხმება არ არის. ხელმოწერის შემდეგ ორივე მხარე გამოაცხადებს დაუყოვნებლივ სრულ და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას მთელ რეგიონში, მათ შორის ლიბანში. ირანზე ბლოკადა იხსნება. ვაშინგტონი იღებს ვალდებულებას არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში, არ გაზარდოს ამერიკული ჯარების რაოდენობა რეგიონში და გამბლოკოს ირანის აქტივების ნახევარი. ეს დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი. და თეირანის ერთადერთი დათმობა ისეა ფორმულირებული, რომ თეირანს საერთოდ არაფერს უღერს. ამის სანაცვლოდ ირანი თანხდება, რომ უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნასა და შეძენაზე, ანუ de jure და de facto ირანი არაფერს აკეთებს. არაფერს, რაც მის სამხედრო ძალასა და გავლენას რეგიონში შეასუსტებდა. De facto ირანი ისეთივე რჩება, როგორიც ომამდე იყო. იმავე სარაკეტო პროგრამით, იმავე უპილოტო აპარატების პროგრამით და იმავე პროქსი ძალებით მთელ რეგიონში, რომლებსაც ის კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას. ჰიზბალა საერთოდ იდეალურ მდგომარეობაში დარჩა. ამ ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მიზნები ცოტა სხვანაირი იყო და მთავარი მოლაპარაკებები თვითონ ბირთვულ პროგრამაზე ზავის შემდეგ იმ 60 დღისთვის გადაიდო. ანუ ირანი იღებს ფულს, ღია სრუტეს, ბლოკადის მოხსნას და ნაწილობრივ ამერიკელების გასვლას უკვე ეხლა. ხოლო ბირთვულ საკითხს მერე ოდესმე განვიხილავთ. ზუსტად ამაზე აფხილებს ახლა ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს დირექტორი. ეხლა რაც შეეხება ისრაელს. აქ უკვე სიტყვა მარცხი მეტაფორად კი აღჟერს, არამედ როგორც დიაგნოზი თვით ისრაელელებისგან. მაგალითად, Washington Post-ი ისრაელის განწყობას ერთ ფრაზაში აჯამებს: კატასტროფა. ისრაელელები, კატასტროფა. რა არის ეს? ციტატა. შეთანხმება, რომელიც სისხლიან რეჟიმს თეირანში სამაშველო რგოლს აწვდის. და ისრაელელების რისხვა აქ მხოლოდ ტრამპის მიმართ არ არის მიმართული. ის უბრალოდ ერთ ადამიანზეა კონცენტრირებული. ისრაელელები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან გაბრაზებულები არიან შუალედური შეთანხმების გამო და მას ისრაელისთვის კატასტროფას უწოდებენ. და ისინი თავიანთ რისხვას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ანთხოვენ, რომელსაც შემოდგომაზე არჩევნები ელის. ბრალდების არსი უკიდურესად მკაცრია. ის სწორედ ყოფილმა სახელმწიფო ლიდერებმა ჩამოაყალიბეს, რომლებიც ასევე წინასაარჩევნო ბრძოლაში ერთვებიან. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ნეთანიაჰუმ ტრამპი ირანთან ომში ჩაითრია, დაპირებებით, რომლებიც ვერ შეასრულა. ახლა კი ტრამპი ისრაელს კონფლიქტიდან უფრო ადრე გამოხავს, ვიდრე ის მზად არის. პრემიერ-მინისტრმა არასწორად შეაფასა ტრამპის სურვილი გახანგრძლივებული ომის მიმართ. ირანმა მოლაპარაკებებზე აჯობა და რეგიონში სხვა მოთამაშეებმა კიდეზე გადააყვანეს. უფრო მეტიც, გაირკვა, რომ ტრამპმა უარი თქვა ნეთანიაჰუსთან ირანთან მემორანდუმის საბოლოო ვერსიის განხილვაზეც კი. და აი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნეთანიაჰუს მეტოქე ეჰუდ ბარაკი საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის ეთერში ამბობს იმას, რაც როგორც ჩანს მომავალ საარჩევნო კამპანიაში რეფრენად იქცევა. მან თქვა შემდეგი: ისრაელი იხდის ფასს ნეთანიაჰუს ამპარტავნებისა და სიბრმავის გამო. ირანი უფრო გაძლიერდა, ისრაელი დასუსტა. ეს მისი სტრატეგია. სტრატეგიული პასუხისგებლობა. გარდა ამისა, მემარცხენე ცენტრისტების ლიდერმა და ოპიუმმა გენერალმა იაირ გალანმა საკმაოდ ხატოვნად განაცხადა, რომ ტრამპი ხელს აწერს შეთანხმებას, რომელიც მილიარდებს აძლევს აიათოლების რეჟიმს, ბირთვულ ინფრასტრუქტურას ხელუხლებლად თოვებს, ბალისტიკურ საფრთხეს ინარჩუნებს და მაშველ რგოლს ესტრის სასიკვდილო რეჟიმს თეირანში. ხოლო მთავარი მეტოქე შემოდგომის არჩევნებზე იაირ ლაპიდმა ეს შეთანხმება ისრაელის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე შოკის მომგვრელ მარცხად მოიხსენია. ისრაელის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მთლიანად ბენიამინ ნეთანიაჰუს სახელით ხორციელდება. თავად ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე სცადა სახის შენარჩუნება და გაიმეორა მანტრა, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის შეჩერება მისი ცხოვრების მისია და სანამ ის პრემიერია, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. არც დღეს, არც ხვალ. მაგრამ რიტორიკა სულ უფრო მეტად სცილდება რეალობას.
ხოლო ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჯარს არ გაიყვანს ლიბანიდან. ეს კი შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო. და სწორედ აქ არის ის მახე, რომელშიც თავად გაება. ურთიერთობებმა ტრამპთან შეიძლება მოითხოვოს ისრაელში პოპულარული სამხედრო კამპანიის შეწყვეტა ლიბანში. რადგან ჰეზბოლას საკმარისია ერთი რაკეტის გაშვება ისრაელის ჩრდილოეთის ქალაქზე, რომ მთელი ზავი ჩაიშალოს. ეს კი ტრამპს საერთოდ არ სჭირდება და ის მაქსიმალურად დააწვება ისრაელს. რატომ არის ეს მარცხი სწორედ აშშ-ისთვის და არა მხოლოდ ისრაელისთვის? მოდით ესეც განვიხილოთ. რადგან ვაშინგტონის სამთვიანი ომიდან გამოდის, თუ ზუსტად ვიტყვით 107 დღის შემდეგ, როგორც მე მახსოვს დათვალეს, ისე რომ თავისი ერთადერთი გამოცხადებული მიზანი ვერ მიაღწია. ეს იყო ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე უარის თმის გარანტია. მაგრამ ამავდროულად რეალური აქტივები გადასცეს. ფული, ღია სრუტე, ბლოკადა მოხსნეს. საერთოდ ყველაფერი სუპერ. და ამ ყველაფერს ზემოდან დაჰკრავს საკუთარი CRU-ს დირექტორის გაფრთხილება, რომ ირანი არც კი აპირებს შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ჯერ არც კი აუღია საკუთარ თავზე. ტრამპი გრძნობდა რას ისუსტეს, წინასწარ იმზადებს უკან დახევის გზას. მან უკვე განაცხადა, რომ მზად არის სამხედრო მოქმედებები განაახოს, თუ თეირანი არ დათანხმდება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პირობებს. მაგრამ მუქარა ფორმატით. თუ რამე ისევ დავარტყამთ, უკვე ცუდად მუშაობს. იმიტომ რომ თქვენ უკვე საჯაროდ მოხსენით ბლოკადა. თქვენ უკვე ახორციელებთ გატინული თანხების ნაწილის განთავისუფლებას. თქვენ უკვე ხსნით სანქციებს. თქვენ უკვე თმობთ თქვენს ზეწოლის ბერკეტებს. ყველაფერი, ისინი აღარ არსებობს. შემდეგ რით უნდა დაემუქროთ? მაგრამ იცით, არსებობს უფრო ფართო სტრატეგიული ანგარიში, რომელსაც აყენებენ თუნდაც სპარსეთის ყურის ქვეყნებში. იმიტომ რომ ფეთრი სახლის ომის დასრულების განცხადების შემდეგ ისრაელში სიბრაზე, შეშფოთება და სხვა მსგავსი გრძნობებია. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ახლა უფრო ცუდადაა, ვიდრე ადრე იყო. და აშშ-სად მინდობა უსაფრთხოების საკითხში შერყეულია. ისრაელის მოკავშირეები და არაბული მონარქიები ვაშინგტონს უყურებენ და ხედავენ ზესახელმწიფოს, რომელსაც მოწინააღმდეგე მოლაპარაკებების მაგიდასთან აჯობა მას შემდეგ, რაც ომში ჩაითრია. ასე ხედავენ ისინი მას. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამ ომს ცოტა სხვანაირად უყურებენ. ისინი ხედავენ, რომ კი ირანმა ამერიკელები ომში ჩაითრია, დაამცირა და აგრძნობინა, რომ არა, სამხედრო გზით ვერ გაიმარჯვებენ. რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ამერიკელებისგან ასე კარგად დაცულები არ არიან, რომ ამერიკელები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ და დანარჩენებზე შეიძლება არც კი იზრუნო. შედეგი ამ საღამოსთვის. გადავიდეთ 16 ივნისზე. დღეს ასე გამოიყურება. შეთანხმების ხელმოწერა აშშ-სა და ირანს შორის დანიშნულია პარასკევს ჟენევაში. ჰორმუზის სრუტე ნაწილობრივ იხსნება, ასე უწოდებ. ნავთობი თითქოს წავიდა. ტრამპი ზეიმობს. მაგრამ თუ მთელ ამ თვალსაჩინო აღტაცებას მოვაშორებთ, უცნაური და მოუხერხებელი კონსტრუქცია რჩება. ირანი ამას გამარჯვებად აცხადებს და აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით თავის განზრახვებზე ტყუის. ისრაელი ამას კატასტროფად მიიჩნევს და ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერას ასამარებს. პერსიის ყურის ქვეყნები ამბობენ, რომ ენდობიან. ამერიკისადმი ნდობა შერყეულია. გარიგება, რომელსაც ტრამპი საკუთარ თავს როგორც მშვიდობის ორდენს მიაწერდა, ისტორიის წიგნებში შეიძლება ცოტა სხვანაირად შევიდეს. როგორც მომენტი, როდესაც აშშ-მ მშვიდობა გამოაცხადა, მაგრამ ფაქტობრივად ომი წააგო. და ამ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ გაფრთხილება მოტყუების შესახებ არ მოდიოდა მტრებისგან, კრიტიკოსებისგან, ან კალბი ამბებისგან, როგორც ტრამპს უყვარს თქმა. არა. არამედ იმ ადამიანისგან, რომელიც ამერიკის დაზვერვას ხელმძღვანელობს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისგან. ამ გაფრთხილებამ გაიჟღერა მანამდე, სანამ შეთანხმებაზე პირველი ნამდვილი ხელმოწერა დაისმებოდა. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიცდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა ყველაფერი, იზუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობიანად. სუბტიტრები